და ახალი პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით ჩვენ შეკითხვებს ჟანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი უპასუხებს. მოგესალმებით ბატონო ზურაბ, თქვენ რამდენიმე წუთის წინ მოისმინეთ ქრისტიან დემოკრატების საკმაოდ მწვავე შეფასება ახალ პროგრამასთან დაკავშირებით. რამდენად გასათვალისწინებელია ის შენიშვნები, რომელიც თქვენმა ოპონენტებმა გააჟღერეს? პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკა მართლა ძალიან მნიშვნელოვანი დაზღვევის, რა თქმა უნდა, ბუნებრივია იმ საარჩევნო გარემოში, სადაც ცხოვრობთ, მაგრამ პირველ რიგში თვითონ უშუალოდ დაზღვეულებს იმ მილიონამდე ადამიანს, რომლის დაზღვევა ამოქმედა დღეს, უნდა მივაწოდოთ ძალიან პრაქტიკული ინფორმაცია და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრ მკურნალობას, სამედიცინო მომსახურებას ფარავს დაზღვევის პოლისი. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დავინახეთ, რომ ყველაზე რთული, რაც ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდათ, იყო უზრუნველყოფა ფინანსური ხელმისაწვდომობისა, იმ ახალი საავადმყოფოებისა, იმ განახლებული ჰოსპიტალებისა, რომელიც დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზეა და ამიტომ სწორედ დაზღვევა სახელმწიფომ დაიწყო დაზღვევის პროგრამის მაქსიმალურად გაფართოება და ეს პროცესი განუხრელად გაგრძელდება მომდევნო წლების განმავლობაში, ვიდრე ყველა ადამიანი ამ ქვეყანაში არ იქნება დაზღვეული, იმიტომ რომ დაზღვევა არის საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ ვიყოთ დაცულები და ღმერთმა დაიფაროს, რაც არ უნდა რთული დაავადება გაჩნდეს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ კვალიფიციური ექიმები და ექთნები მოგვემსახურონ. იმისათვის, რომ ჩვენ 1 სექტემბერს მომზადებული შევხვედრილიყავით, ბოლო 2 კვირა ჯანდაცვის სამინისტრო საგანგებო რეჟიმზეა გადართული და მე პირველ რიგში მადლობა მინდა უთხრა ყველა ექიმს და ექთანს საქართველოში, რომელიც დღეს ყველა იყო თავის ადგილას და მომზადებული იყო საიმისოთ, რომ მიეღო პაციენტები. მინდა გითხრათ, რომ დღეს აქტივობა იქიდან გამომდინარე, რომ შაბათი დღე იყო, არ იყო იმდენად მაღალი, ვიდრე ამას ჩვენ ველოდებით 2 შაბათს ან ველოდებით 3 შაბათს, მაგრამ დღის 5 საათის მონაცემებით 5000-მდე იყო ის ადამიანი, ვინც დღეს მაინც მიაკითხა ძირითადად ოჯახის ექიმებს ან სოფლის ექიმებს, თუმცა ბუნებრივია თქვენთან სიუჟეტიც გავიდა, რომ გეგმიური ოპერაციებიც კი გაკეთდა იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე ადამიანმა მიაკითხა სადაზღვეო კომპანიებს და უკვე ჩაეწერა 1 სექტემბრისთვის ან მომდევნო დღეებში. ასე რომ ამოქმედა დაზღვევა, რა ძალიან მნიშვნელოვანი არის და მინდა უთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყოველთვის, როდესაც ისინი მიაკითხავენ, პოლიკლინიკა იქნება და პირველ რიგში მოუწოდებ, რომ ოჯახის ექიმებთან გაიარონ კონსულტაცია, აუცილებლად თან იქონიონ პირადობის მოწმობა და დაზღვევის პოლისი. სხვა შორის, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტის მხრიდან იყო კრიტიკა, რომ არც კი მიუღია დაზღვევის პოლისიო. დიახ, არიან მაგალითად ისეთი პენსიონერები, რომლებსაც მაგალითად Liberty Bank-ში სესხი აქვთ გამოტანილი რამდენიმე თვით ადრე და იცოდნენ, როდესაც ჩვენ ივლისში, აგვისტოში დავიწყეთ პოლისების გაცემა, იცოდნენ, რომ მათ არ სჭირდებოდათ Liberty Bank-ში მისვლა, იქიდან გამომდინარე, რომ მათი პენსია ავტომატურად დაფარავდა სესხს. და არიან ბუნებრივია, ასეთი ერთეული შემთხვევები იქნება, მაგრამ სისტემა სრულად მზად არის, მონიტორები, 440 მონიტორი, რომელიც განვათავსეთ ჩვენ 338 სამედიცინო დაწესებულებაში, ყველგან არის უზრუნველყოფილი ჩვენი სოციალური ბაზის სისტემა იმისათვის, რომ თუ კი ასეთი ადამიანი მივა და ექნება ან პირადობის მოწმობა, ან ბავშვის შემთხვევაში დაბადების მოწმობა, დაუყოვნებლივ ამოუვიჟდონ პოლისი, რომლითაც ის განუხრელად განუხრელად მოიხმარს მომდევნო პერიოდის განმავლობაში. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ალბათ ჩვენი მაყურებლისათვის და განსაკუთრებით იმათთვის, ვინც ისარგებლებს დაზღვევით, იქნება ის, რომ მათ სასურველია წინასწარ დარეკონ ხოლმე თითოეული იმ კომპანიის ხელხაზზე, რომელიც აი ამ ადგილას არის პოლისზე მითითებული. ბუნებრივია, კომპანიები სხვადასხვა იქნება, იმის დამიხედვით, რომელ რაიონში ცხოვრობს ადამიანი, შესაბამისად სხვადასხვა არის ცხელი ხაზის ნომრები, მაგრამ სადაზღვეო კომპანიის ხელხაზზე მათ შეუძლიათ მიიღონ ბუნებრივია შესაბამისი კონსულტაცია ან თუნდაც დაგეგმონ თავიანთი ვიზიტი ოჯახის ექიმთან, რაც გავრცელებული პრაქტიკა არის თბილისსა და დიდ ქალაქებში. ისე რომ სისტემა მომზადებული ხდება, თუმცა ბუნებრივია ჩვენ არ გამოურიცხავთ, რომ იყოს ხარვეზები და პრობლემები, სწორედ იმიტომაც არის 440 მონიტორი ყველა სამედიცინო
სამედიცინო დაწესებულებაში განთავსებული, რომ სწორედ თუ რაიმე ხარვეზები იქნება, ბუნებრივია, როდესაც მილიონი ადამიანისათვის ერთბაშად ერთ დღეს იწყება ამ ხელა დაზღვევა, ბუნებრივია და ათასობით ადამიანი ჩაგეკითხოთ. სწორედ თქვენ ახსენეთ ეს მილიონი ადამიანი, რამდენად მზად არიან კლინიკები, რომ აი ამ ხელა ადამიანების ასეთი ნაკადი გაატარონ, რადგან დღეს იყო შაბათი და ჩანდა აშკარად კარგად კადრებში, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უკვე სარგებლობს ამ პოლისებით. როგორ მომზადებული ხდება სისტემას და ალბათ ყველა რეგიონში, რა თქმა უნდა, დედაქალაქში თქვენ უკვე იცით ის საავადმყოფოები, რომლებიც მიიღებენ ამ პაციენტებს. არიან თუ არა ეს საავადმყოფოები, როგორ თქვათ, ტექნიკური აღჭურვილობის თუ ასევე პერსონალის კუთხით მზად, რომ ამდენი პაციენტი მიიღონ. დიახ, აბსოლუტურად მინდა გითხრათ, დღეს თქვენ სიუჟეტშიც იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტიც პირველი ლედიც, თბილისის მერიც იყო სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, მე პირადად ვმორიგეობდი თბილისში და ამ მომენტისათვის მე 16 პოლიკლინიკა მაქვს შემოვლილი. მინდა გითხრათ, რომ დღეს ნამდვილად არ იყო გადატვირთული, მაგრამ ველოდებით, რომ ორშაბათიდან მომდევნო კვირის განმავლობაში ნამდვილად შეიძლება ცალკეულ ადგილებში რიგებიც კი წარმოიშვას. ამიტომ ბუნებრივია ეს, იმიტომ რომ ეს ადამიანები წლობის განმავლობაში ექიმთან არ ყოფილან და დღესაც ხვდნენ ისეთი ადამიანები, განსაკუთრებით ღვაწლმოსილი ჩვენი პენსიონერები, რომლებმაც დღესვე მიაკითხეს ჩვენი ოჯახის ექიმებს, პოლიკლინიკებს, არა რაიმე კონკრეტული ჩივილით, არამედ ზოგადად იმიტომ, რომ მათ სურთ გაიარონ ექიმთან კონსულტაცია და გაიკეთონ ძალიან ბაზისური ანალიზები და დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი წესრიგშია. ჩვენ პირიქით მოუწოდებთ ადამიანებს, რომ აქტიურად წელიწადში ერთხელ მაინც სასურველია ორჯერ ისარგებლონ ამგვარი მომსახურებით, იმიტომ რომ ძალიან ეს პოლისი და აქ ვერ დავეთანხმები ასევე ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტს, მეორე გვერდზე ძალიან კაფიოდ და ნათლად არის აღწერილი ის მომსახურება, რასაც ფარავს პოლისი. მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან კარგი დაზღვევა არის, სულ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. ჩვენი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ფარავდა ხოლმე, ვთქვათ, კატასტროფის შემთხვევაში, აი მძიმე ავარიების შემთხვევაში რეანიმაციას მხოლოდ 6 დღით და ბუნებრივია შეძრწუნებული ოჯახი ისედაც თავისი წევრის მდგომარეობით მე-7 დღიდან ეწყებოდა ასევე ძალიან სერიოზული ფინანსური პრობლემები. ჩვენ ყველა იმ დაზღვეულისათვის, რომელიც ეხლა დააზღვია, ღმერთმა ყველა ოჯახი დაიფაროს, რეანიმაციული მომსახურება აბსოლუტურად უფასო და ულიმიტო ხდება. ასევე ძალიან ბევრი ადამიანისათვის მნიშვნელოვანი არის, თქვათ, ხდება, ვიცით რომ მაღალი არის ონკოლოგიური დაავადებები სამწუხაროდ, ჩვენ იმიტომაც მოუწოდებთ პრევენციისაკენ და რეგულარული კვლევებისაკენ ჩვენს მოსახლეობას, რომ რაიმე არ გამოგვეპაროს და ადრეულ ეტაპზე მოხდეს ამის დიაგნოსტირება შესაბამისად, მაგრამ სადაც გვაქვს უკვე დაფიქსირებული ონკოლოგიური დაავადებები, მაგალითად ეს პოლისი უზრუნველყოფს იმას, რომ ცალკე 15,000 ლარიანი ლიმიტით ოპერაცია იფარება, 15,000 ლარიანი ლიმიტით ქიმიო ან სხიური თერაპია, ან ჰორმონოთერაპია. ეს ძალიან დიდი ფინანსური შეღავათია ბევრი იმ ოჯახისათვის, რომელსაც ეს აწუხებს და მინდა ვთქვა, რომ ეს დაზღვევის პოლისი უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომაც ვამბობთ და ქალაქის მერმა მართებულად შეენიშნა, ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმისათვის, რომ ასეთი ბაზისური, ძალიან კარგი ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისით რაც შეიძლება მეტი ადამიანი იქნას ჩვენ ქვეყანაში დაზღვეული და ჩვენ ამას მუდმივად გავაგრძელებთ. რაც მთავარია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი მეტპერსონალი სრულად მზად არის, მოემსახურონ მათ, ისინი გრძნობენ ამ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი სისტემა სრულად გაუძლებს ამ ხელად დატვირთვას. და ბატონო ზურაბ, მინდა ჩაგეკითხოთ, იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარი ვერ მიიღებს მომსახურებას, რომელიც არის პოლისით განსაზღვრული, ამ შემთხვევაში რა უნდა ქნან მოქალაქეებმა? ძალიან კარგი კითხვაა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენს სამინისტროში მოქმედებს ჯანდაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომლის პირველი და მთავარი მოვალეობა არის თითეული დაზღვეული, თითეული პაციენტის უფლებების დაცვა. და ჩვენ რა თქმა უნდა ვიღებდით ასეთ ზარებს მივიღებთ ახლაც, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, არც ერთი ასეთი დიდი და მასშტაბური რეფორმა არ ხორციელდება გარკვეული პრობლემების და ხარვეზების გარეშე, ბუნებრივია იქნება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან ეფექტური
კომპლექსური მექანიზმი ამისათვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი მონიტორები იმიტომაც არიან განთავსებულები, რომ ადგილზე გადაწყვეტონ ძალიან ბევრი პრობლემა. დღეს ჩვენ ცალკე ცხელი ხაზი გავაკეთეთ ჩვენი მონიტორებისათვის, რომლებიც პირდაპირ ეკავენ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში აბსოლუტურად გამოყოფილი სატელეფონო ხაზით, იღებენ კონსულტაციას, თუ რაიმე კითხვები იყო და დღეს ბევრი ასეთი კითხვა შემოვიდა, ველოდებით უფრო მეც. თუ იმ შემთხვევისათვის თუ ადგილზე მონიტორს იმდენად კომპლექსურია საკითხი, რომ ვერ წყვეტს, ბუნებრივია ჩვენ გვყავს მობილური ჯგუფები, რომლებიც გადიან ადგილზე და ბუნებრივია ერევიან. თუ რა თქმა უნდა აქვს ძალიან უხეშ დარღვევას ადგილი, ეს ჯანდაცვის ომბუდსმენთან ეს განაცხადი სარჩელი ფიქსირდება და გარდაუვალი იქნება სანქციები როგორც სამედიცინო დაწესებულების, ისე სადაზღვევო კომპანიის მიმართ. ჩვენ გვაქვს ეფექტური მექანიზმები საიმისოთ, რომ ასეთ პრობლემებს უპასუხოთ და ჩვენ ვდგავართ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი დაზღვეულებისა და პაციენტების სამსახურში. ძალიან დიდი მადლობა ჯანდაცვის მინისტრი ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. მადლობა თქვენ. დღეს საქართველოს მასშტაბით ახალი სადაზღვევო სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. მიხეილ სააკაშვილი